ჰორმუზის სრუტის განსაბლოკად დონალდ ტრამპმა ირანს 48 საათი მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქვეყნის ელექტრონულ სადგურებზე იერიშებითა და მათი განადგურებით იმუქრება. დროის აცვლა უკვე დაწყებულია. სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტის გათვალისწინებით თეირანს დრო ხვალამდე აქვს. თუ ირანი ამ მომენტიდან 48 საათის განმავლობაში მუქარის გარეშე სრულად არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ამერიკის შეერთებული შტატები დაარტყამს და გაანადგურებს მათ კუთვნილ ელექტროსადგურებს დაწყებული ყველაზე დიდით. თავად ირანმა უმთავრეს გაზის საბადოზე იერიში გასულ კვირას ისრაელისგან იწვნია თავზე, რაშიც ვაშინგტონის მტკიცებით ამერიკა არ მონაწილეობდა. უკვე ახლა ამერიკისგან წამოსულ მუქარას ირანი მუქარითვე პასუხობს. ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ თუ თეთრი სახლი დანაპირებს მართლაც შეასრულებს, მაშინ თეირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცება ყველა იმ ქვეყნის ელექტროსადგური, რომლებშიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებია განთავსებული. ასეთი კი რეგიონში ბევრია. მათი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ირანის იერიშები რეგიონმა უკანასკნელ რამდენიმე კვირაში იხილა კიდეც. ამერიკის შეერთებული შტატების ტერორისტი პრეზიდენტი აგრძელებს მის აგრესიულ ქმედებას გლობალური უსაფრთხოების დესტაბილიზაციისთვის და გვემუქრება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილია მხოლოდ მტრებისათვის და მავნე მარშრუტებისთვის. ის სრულად არ დახურულა და ჩვენი დაზვერვის კონტროლქვეშ სპეციალური რეგულაციებით ოპერირებს. თუმცა თუ ამერიკის შეერთებული შტატები მართლაც აღასრულებს დაპირებულ მუქარას, ჩვენი შემდგომი სადამსჯელო ზომა იქნება ის, რომ დაუყოვნებლივ დავხურავთ ჰორმუზის სრუტეს და მანამ არ გავხსნით მას, ვიდრე ჩვენ სადგურებზე მიყენებული ზიანი არ აღდგება. თუ ასე მოხდა, სამიზნეში ამოვიღებთ სიონისტური რეჟიმის საინფორმაციო, საკომუნიკაციო თუ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას და ასევე ამავე მიმართულების ამერიკულ კომპანიებს რეგიონში. სამხრეთ ისრაელში მდებარე ბირთვული კვლევების ცენტრზე ბალისტიკური რაკეტებით მიტანილმა ირანულმა იერიშმა ვითარება რეგიონში კიდევ უფრო მეტად გაამწვავა. რეგიონთან ერთად კი რთული ვითარებაა გლობალური ენერგეტიკული მიწოდების ჯაჭვში. ამაზე საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოც საუბრობს, რომელმაც წევრ სახელმწიფოებს მარაგების გამოთავისუფლებისკენ უკვე упиცკა. In order to comfort the markets. სიტუაცია ძალიან მძიმეა. ჩვენ გამოვათავისუფლეთ 400 მილიონი ბარელი ნავთობი, რაც ისტორიული ნაბიჯი იყო. მსგავსი მოცულობა ბაზარზე აქამდე არასდროს გაგვიტანია. ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ის ჩვენი წევრი ქვეყნების ერთსულოვანი თანხმობით მივიღეთ. ამ განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი $18 შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი კლების მაჩვენებელია. თუმცა დაბომბვების დაწყების შემდეგ ფასებმა კვლავ იმატა. უკვე წარმოადგენთ მოთხოვნის შემცირებაზე ორიენტირებული ზომები, თუ როგორ უნდა შევამციროთ მოხმარება. თუმცა ამ პრობლემების გადაჭრის მთავარი გზა არსებული ვითარების გათვალისწინებით ჰორმუზის სრუტის გახსნაა. ჰორმუზის სრუტე ნავთობისა და გათხევადებული აირის მიწოდების ჯაჭვში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მარშრუტი ნაწილობრივ შეფერხდა, რაც ირანის პასუხი იყო მომხდარზე. ამის გამო მსოფლიო ბირჟებზე სიტუაცია ჯერ კიდევ არასტაბილურია. ქვეყნებმა კრიზისთან დაკავშირებით არაერთი გადამსხვავი ნაბიჯი გადადგეს, თუმცა რისკი კვლავ მაღალი რჩება.